How many is that? 4. Okay, boys, hold it there. Great stuff. Grab yourself a drink. Thank you. Salah, good running. Almost. Alex. Good. Yeah. სოფლიოს მოსამზადებელი უფრო განსხვავებული სტილი ჰქონდა გარეთ ადამიანსონი ვინც ყავდა მაშინ ტრენერი იყო ეს უფრო დარბაზის ფიზიკაზე ვიყავით დარბაზის მოსამზადებელზე ვიყავით აი რა ვთქვათ რომ გარეთ მინდორზე ისეთი დამღლელი ვარჯიში თითქმის რამოდენიმე თითზე ჩამოსათვლელი ჰქონია და აი ესე რა ვთქვათ უფრო იოლი იყო წინა მოსამზადებელი ეხლანდელი მოსამზადებელი უფრო რა თქმა უნდა დარბაზის და შტანგების ვარჯიში ძალიან ინტენსიური არის მაგრამ ამასთან ერთად პლუს არის კიდე მოედნის ფიზიკას, რასაც ვეძახით ჩვენ სპორტსმენები, მოედანზე ვარჯიში, სირბილები, წონების თრევა, ესე ვთქვათ და ნუ რადიკალურად განსხვავებული არის რა, ეს მგონია რომ ეს ამ მოსამზადებელმა უფრო უნდა გაამართლოს და უფრო ფორმის პიკში უნდა ვიყოთ, ასე ვთქვათ, მოსამზადებლის ბოლოს რა. მაგრამ რა თქმა უნდა ეს აღვიდგინეთ, რაც აღსადგინი იყო და მომიზადეთ ფსიქოლოგიურად ვიცით რომ ეს მეორე ეტაპი არის ბევრად უფრო მძიმე და რთული და მზად ვართ მაგისთვის და რა ვიცი ყველაფერს ვიზავთ რომ ბოლომდე მივიყვანოთ ეს ჩვენი შრომა, იმიტომ რომ პირველი ეტაპი ძალიან კმაყოფილები იყვნენ და მე ვფიქრობ რომ ჩვენც დავწმუნდით ჩვენ თავში რომ შეგვიძლია ამ დატვირთვის გაძლება და მე ვფიქრობ რომ ყველაფერი კარგად გამოვა. ბიჭები ეხლა დღევანდელი სიტუაცია სულ სხვა არის. დღეს მიდი შეჯიბრი, ერთმანეთს უნდა ვაჯობოთ რა და უფრო სხვა იმაზე ვართ რომ თუნდაც ფიზიკას რო გავბივართ, ყველას ერთი აქვს თავში რომ იყოს პირველი სირბილის დროს რა და რაც შეეხება მე რასაც უკაპიტნე უკვე შემდგარი გუნდი იყო და ერთი მიზანი იყო რომ უნდა გავსულიყავით თამაშზე და გვეთამაში და მოგვიგო. დღეს ამის დაბალანსება ძალიან ძნელია რა, იმიტომ რომ თუნდაც ჩვენ ერთმანეთის კონკურენტები ვარ და ვცდილობ რომ ერთმანეთს ვაჯობოთ რა და ეს საჭიროც არის და ამითი ჩვენც განვითარდით, თითოეული ჩვენთაგანი განვითარდება რა და რაც მე ნუ ამ ვარჯიშის მე რა თქმა უნდა ისევ ისეთი მეგობრები და ძმაკაცები ვარ და ისევ ისეთი თბილი სიტუაციაა და ერთმანეთში ხუმრობთ, ვეფერებით ერთმანეთს და ამითი ვძლებთ, მე ესე ვიტყოდი. კაია რომ თბილისშია შეკრება, იმიტომ რომ ოჯახთანაც ახლოს ვართ და მე ამ სოფლიოს განსხვავებდი მაგითი რომ საფრანგეთში რო ვიყავით უფრო ოჯახს მოვწყდით. არა, კი მომწონდა, მაგრამ ეხლა მთელი სეზონი წასული ხარ და მე კიდე მოსამზადებელი ოჯახი რო ყავს ძნელია რა და აქ მაინც ახში ხარ და აი როგორც შეთქვით დასვენების ერთი კვირა რო გქონდაო დასვენება ფიზიკურად არ გამოგვივიდა, მაინც პროგრამები დაგვირიგენ და ყველა მივარჯიშეთ, მაგრამ ის იყო დასვენება რომ ეს ერთი კვირა ძირითადად ჩვენ ოჯახებში გავატარეთ რა და აი რესტარტი კაი ავიღეთ რო იტყვიან რა. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შეკრება რაც კი აქამდე მქონია, ჩემთვის კი არა ბევრი გამოცდილი მოთამაშისთვის, ძახიან რომ ესეთი მოსამზადებელი და ამ დონის
მოსამზადებელი არ ქონიათ. ეხმარებიან ბიჭების და რა ვიცი, როგორც ნებსამ თქვა, ვთქვით, რომ ჩემი ფორმის პიკში ვიყო და ყველაფერს ვაკეთებ, რომ იმედი მომეცე, შანსი მომეცეს სოფლიოზე თამაში. ხო, ემოციები და სავსე ვიყავი და რაღაც ერთ წამში მოხდა ყველაფერი და უბრალოდ ბინგო გამითხარი პატვარსები, პაცემოდან ბინგო დამახდა და მითხრა რომ ბრელო იყო და ალბათ ძალიან და გამიხა ალბათ რა ძალიან გამიხადა თან ინგლისს გულშემატკივრობდი სულ ანუ წინამსოფლიო პრიზს ატარა ოდესაც ვიყავი სულ ინგლისს გულშემატკივრობდი და სულ ოცნება თქონდა რომ ინგლისის წინააღმდეგ მეთამაშა თამაში და ავიხტინე ოცნება და საბედნიეროდ ისე მოხდა რომ ბრელოც დავდევი და ძალიან და გამიხარდა მართლა რო გითხრათ აი სულ რაღაცნაირად თუნდაც მოწინააღმდეგე ქართველი თამაშობს ხო მორიდება გაქვს და აი ქსიამონებს რა სიამაყეა მაგას დავამატებ იმიტომ რომ კარგად რო თამაშობს მოწინააღმდეგეა ხო და რო გეტყვია მე ბიჭები რომ ამ ბიჭმა მაგრად თამაშა რაღაც სიამაყის გზნობაა რა და ერთმანეთს გულშემატკივრო თამაშს რო რაც შეიძლება მეტი წამხნევებაც ყოფილა თამაშის დროს რო ყოჩაღდა თავისი გააკეთა რა თამაშის მერე ჩახუტება თორე ესე დაუთმე და დაუმიზნე ეგეთი რამე არ მოსულა რა ყოველთვის ვამბობთ რომ სპორტია მეგობრობა მაგრამ რამდენიც არ უნდა ვიძახოთ ეს მოედანზე რომ ბურთს აიღებ თუნდაც ან დაცვაში ხარ და შენ მეგობარს დაინახავ შენ წინააღმდეგ არ ხარ ისეთი აგრესიული როგორც სხვა დროს მაგალითად როგორც უბრალოდ მოწინააღმდეგეს შეხვდა. ნუ წესებში რჩება. აღარიდება შეგიძლია მაინც. მაგრამ ჩვენ სამს ერთმანეთის წინააღმდეგ გვაქვს საქართველოს ნათამაშები რა ხშირად თან რა გიორგი მახსოვს და იმაც მახსოვს რა ბავშვობიდან ერთმანეთს. ჩვენ ძირითადად ერთი თაობა ვართ ჩვენ ძირითადად და დიხანია მეგაშალოს ერთი პერიოდი და ის განსხვავებაა მაინც აქ უფრო აგრესიულები ვიყავით ერთმანეთის მიმართ მაგრამ იქ საფრანგეთში უკვე აი ეს აგრესია რასაც ნემსო იძახის შეიცვალა რა უკვე სხვანაირი და განსაკუთრებით რა არის იცი ამ პერიოდში საამაყო და სასიამოვნო ხშირად ხდება ვიდეოზე მაგალითად როდესაც ამ გუნდებს ვეთამაშებოდით ვიდეო განხილვები გვაქვს წინასწარ და ხშირად ხდება, ხშირად კი არა, თითქმის ყოველთვის ახდება, რომ ამბობენ, რომ აი ეს ბიჭი ფრთხილად იყავით და ყოველთვის ამაში ქართველიც არის ერთ-ერთ როცა ამბობენ, რომ ნუ ყოველთვის როგორ ხდება, იცი 3-4 მოთამაშეს ამბობენ, რომ ეს შიში არის და ყოველთვის ხდება ჩვენი ბიჭები რა ამ 3-4 მოთამაშეში და განსაკუთრებულად რაღაც სიამაყის გზნობას იწვევს შენში, რომ აი შენი მეგობარი, შენი თანამონაკრებე, ესე ვთქვათ, ამ სიაში ხშირად ხდება, რომ საშიში არის შენი გუნდისთვის იმ მომენტში. ნუ ახალგაზრდულ ნაკრებებში რო თამაშობ, დავდიოდი ბიჭების თამაშებზე და ფორმებს ვაგროვებდი და ავტოგრაფებს აწარმოებდი. იმდენიმე ავტოგრაფებს ეცეულე. ხონდა. ჩემთვის ძალიან სიამოვნებას ვიღებ. ბიჭებთან ერთად რო ვარ სტადიონზე და ამათთან ერთად დიდ საქმეს რო ვაკეთებ. ყველა დროის მორაგბე ჩემთვის თანაუმაგარი იყო. ხონდა აი თუ ფლანკერზე და მეორე ხაზზე მიდგება საქმე, ჩვენ ქართველებს ყავს ერთი ისეთი ფლანკერი მსოფლიო დონის, რომელიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ უძლიერესია მსოფლიოში, მამუკა და თავისი კარიერით და იმ პრიორიტეტით, რაც მას აქვს All Blacks-ში თამაშობს, დღესდღეობით ალბათ რიჩი მაკოუ თავისი კარიერით, რაც ყველაფერი გაუკეთებია. ალბათ რიჩი მაკოუია მეორე ხაზი, ნუ ცალსახად ბაკის ბოთა. ესე იგი, ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოთამაშე არის მამუკა ბორგოძე, რაც რაგბი მესმის და რაც რაგბიზე დავიწყე სიარული, იმის მერე მამუკა ბორგოძეა ჩემი საყვარელი მოთამაშე და სტილი მომწონს, სერჟიო პარისის სტილი მომწონს ძალიან, თამაშის სტილი. მე ერთ ვიტყვი რაც აი ბავშვობაში რა რასაც რა შეიძახის ნუ ეს რეგბის თემში გავიზარდე და ამ რეგბის თემში გავიზარდე მაგრამ პირველად რო უყურე ვიდეოზე ჯონალომოს მაშინ თან იყო ნუ ჩემ ბავშვი მე ვიძახი როცა მე ვიწყებდი რაგს მაშინ იყო რაღაც სასწავლო ფორმაში და ჩემში იმხელა ის მოახდინა რაღაცა როგორ თქვა
ხო აი შთაბეჭდილება და ფსიქოლოგიური რაღაცა თავში რომ მე მგონი ეს სპორტი ჯობია ვითამაშო რა რატომღაც მეგონა რომ ისი ადვილად თამაშობდა და ისი ადვილად ცდებოდა ხალხს რომ მეგონა რომ რაღაცა მეც შეიძლება გამომივიდეს რაგში და რაღაცნაირად მოახდინა ჩემში არ მაინტერესებდა მიუხედავად იმისა რომ რაგბის თემში გავიზარდე რაგბი იმდენად არ მაინტერესებდა რა მაგრამ ამ ვიდეოს მერე რაღაც ამ თამაშზე ეხა ზუსტად თამაში არ მახსოვს რა თამაში უყურე მაგრამ ეს იყო ჟურნალისტი რომელმაც ჩემში გამოიწვია მთელი რაგბისადმი ინტერესი და ასე ვთქვი ალბათ ბევრი მყავს ეგრე საყვარელი მორაგბე მაგრამ თავისად გამოყოფდი აი ბავშვობიდანვე ძალიან მომწონთ ჯონი დუიკინსონი მთელი ამდენი ხნის განმავლობაში მისი ჩაგდებული თამაში არ ვინახია და სულ რო უყურებდი ახტაცებას ტიპაჟიც ისეთი ხო და ლორდია ხო აი ჯონი დუიკინსონი კი მეც და შალვა სუთიაშვილს ციგარი რამდენია ჩემს გაცშონდა მერე პირველ რიგში საკუთარი თავისგან ის მინდა რომ მაქსიმალური დავდო რა არასდროს თამაშიდან თუნდაც ძირითად შემადგენლობაში იქნება თუნდაც სათადარიგოდან შევალ თუნდაც განაცხადში ვერ მოვხვდე და გარედან უყურო აი კითხვა არ დამრჩეს ჩემ თავთან რომ ნეტა მაქსიმუმი ჩავდე თუ არა აი ის კითხვა არ უნდა დამრჩეს პირველ რიგში და რაც შეეხება კიდე იმას მე ვიტყვი რომ ჩვენთან ეხა ბიჭები ყველა სახელით შემიძლია ეს თქვა რომ რაც ამოცანა გვაქვს ყველამ კარგად ვიცით შეიძლება გავაკეთოთ შეიძლება ვერ გავაკეთოთ მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ 100%-ით რომ აი თუ ვერ გავაკეთეთ ესე იგი არ შეიძლებოდა რომ გაკეთებულიყო ესე იგი თავს ვერ გადავახდით თორე ისე ვინმე რამეს დააკლებს თუ ამას ვერ ვიტყვი რა მე ვთვლი რომ რწმენა თავში რა თუნდაც სამოასთან გამარჯვება იქ ირლანდიაში არ იყო ცუდი თამაში უბრალოდ ფიზიკურმა ვერ ვიყავით ისეთ ფორმაში როგორშიც უნდა ყოფილიყავით ონგასთანაც პატარა შეცდომები იგივე პრობლემა იმიტომ არის ამ ხელა პოზიტივი რომ ეს რწმენა გვაქვს ჩვენ მივხვდით რომ თამაშით არავის თავს არ დაუდგით რა და ერთადერთი გვაქვს და ფიზიკა მე ესე ვთვლი რა რომელსაც ეხლა გავდივარ და რომელიც საუკეთესო მომზადებაა რა და რომლის იმედიც მაქვს რომ აი ამ მომზადებით იმიტომ არ უზოგავთ არავინ არაფერს და თავიდან ბოლომდე ყველაფერს ვძევთ რა და გამოცდილება უკვე იმდენი გვაქვს რომ მაგაზე მე მგონი კითხვის ნიშანი არც გაჩნდება ჩვენ თავი დავდეთ თუ არა რა ყველა თამაში რაც გავიკეთებია ბოლომდე გავიკეთებია მაგრამ გული დაგწყვეტია რომ ისეთ ფორმაში ვერ ყოფილვართ რაც უნდა ყოფილიყავით რა და მე ვთვლი რომ აი მაგიტო ვართ ეს რაღაცა კარგს ვიძნობს გული რა მოზად ვიქნებით დავითანხმები გიორგის და შალვას ყველაფერში და უბრალოდ იმას ვიტყოდი რომ ეს ისეთი გზნობაა იმ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში რომ სტადიონზე რო გადიხარ აი ყველანაირად დამზად ხარ რომ თავი დაადო და აი რაღაც 80 წუთის განმავლობაში შეუძლებელი ქნა აი მერტი სიყვარულის გამო რა რაგბის და შენი ქვეყნის სიყვარულის გამო ну მე გამოცდილებით ახლა ვერ გამოვიდეთ თავს პირველად მომიწევს თუ მომიწია ესე ტურნირზე თამაში და ჩემ თავს დავალებას მივცემ რომ ამ ბიჭებს ღირსეულად დავუდგე გულში და გავაკეთო ჩემი საქმე რაც მევალება სტადიონზე ერთ პატარა რაღაცას ვიტყვი კიდე ჩვენ ყველა ბიჭები საუბრობთ ამ დიდ პოზიტივზე რა და მე ვთვლი რომ ერთ-ერთი ამ დიდი პოზიტივის ერთ-ერთი თავარი როლის შემსრულებელი ასე ვთქვათ არის ჩვენი ახალი ფიზმომზადების თმელი კელვინა ძალიან დადებითი პიროვნება არის აი რა თქმა უნდა დიდი ბიჭები ვართ და საყვედურიც ხანდახან ხდება მოედანზე რომ საყვედურის ღირსები ვართ აი იმ საყვედურსაც ისე გეტყვის ისე მეგობრულად ისე არ ვიცი რა როგორ ახერხებს რომ აი სიტუაციას არაფუჭებს პოზიტივი რჩება პოზიტივი არის და აი ის ძალიან დადებითი პიროვნება არის რა ერთი სიტყვით და ძალიან დიდ როლს თამაშობს ჩემი აზრით ამ პოზიტივზე ეგ პიროვნება